მოგესალმებით, მე ნათია შაი, ეს ჩემი არხია, მას შემდეგ რაც გამოიწერთ ამ არხს, ეს გახდება თქვენი არხიც. ვიწყებთ ბედის მატრიცის შესწავლას ასტროლოგიჩიზე, არის ძალიან მისაღები ფასები, სწავლა გაგრძელდება 4 თვეს და თქვენ შეძლებთ რომ შეიმეცნოთ საკუთარი თავი, თქვენი შვილები შეიმეცნოთ ვინ არიან, რატომ მოევლინნენ ამ სამყაროს და შეძლებთ საერთოდ შეიმეცნოთ და შეისწავლოთ ახალი პროფესია, რომელსაც გამოიყენებთ და ამით შეძლებთ უფრო მეტად გაიცნოთ სამყაროს წესებს, კანონებს, გასცეთ ძალიან ბევრ კითხვას პასუხი, რაც გაინტერესებდათ და ასევე გაიუმჯობესოთ თქვენი ფინანსური შემოსავალი, იმიტომ რომ ეს არის ძალიან საინტერესო, ძალიან მოთხოვნადი და კარგად ანაზღაურებადი პროფესია. რა არის ბედის მატრიცა, ვინც არ იცის, მისთვის ძალიან მოკლედ რომ განვიხილოთ. ბედის მატრიცა ის არის კონკრეტული ადამიანის მოცემულობა, მისი ენერგიები. ბედის მატრიცა პასუხსცემს, როგორი არის ადამიანი, რა არის მისი რესურსი, მაქსიმუმი, მისი რესურსი, შესაძლებლობები, ის რაც მას ყველაზე კარგად გამოსდის. ის ენერგია, რაც უნდა ჩადოს ყველაფერში, რომ მიაღწიოს, რაც სურს იმას. როგორ იყო ბავშვობაში, როგორ იყო მისი დამოკიდებულება მშობლებთან, მშობლების დამოკიდებულება მასთან და როგორი იქნება მისი დამოკიდებულება მის შვილებთან. გაიცნობა, რა არის მისი ტალანტი, ნიჭი, ღმერთისგან წამოღებული, ბოძებული მისია, რაც უნდა შეასრულოს. რაც უნდა განახორციელოს. სად გრძნობს რა ენერგიებში, რა არის მისი სურვილი, რა არის ის ძალა, ის მუხტი, ის ნაპერწკალი, რითინაც აკეთებს ყველაფერს და რა არის ის ემოციები, ის სფერო, ის გარემო, სადაც ის ყველაზე ბედნიერია. ეს ინფორმაცია ძალიან კარგია, რაც თავარია საკუთარი თავისთვის და მე ვფიქრობ, რომ ვინც კი აპირებს, რომ მშობელი გახდეს ოდესღაც, აუცილებლად უნდა შეისწავლოს მისი შვილის ბედის მატრიცა, რომ ხელი შეუწყოს, რომ გახდეს ეს მისი შვილები ბედნიერები, სწორად წარმართოს მისი ნიჭი, მისი უნარები და არა რასაც აკეთებენ მშობლები, რომ საკუთარი ოცნებები აისრულონ მათში. თქვენ ნახავთ რა არის ის, სადაც ადამიანი ყველაზე მეტად გრძნობს ბედნიერად თავს. ასევე გაიცნობით, რა არის ის კარმული დავალება, რაც უნდა დაამუშავოს ამ ადამიანმა და ამის დამუშავების შედეგად ადამიანი აბსოლუტურად ყველა სფეროს ასწორებს. აი რო არის ჩაკეტილი სიტუაციები, სულ და იგივე რამე ხდება თავს, სულ ერთნაირი ადამიანები ხვდებიან, არ მიმართლებს არასდროს სიყვარულში, არ მაქვს ფინანსები და ასე შემდეგ. ამ ყველაფერს გაეცემა პასუხი და ასევე გაქვთ გასაღები, როგორ უნდა გამოასწოროთ ეს ყველაფერი და გამოხვიდეთ ამ ჩიხიდან. ასევე ვნახავთ ჩვენს ფიზიკურ კარმას, ჯანმრთელობის კარმას და ვნახავთ როგორ შეიძლება გავაუმჯობესოთ ჩვენი ორგანიზმი, ჩვენი სხეული, როგორ უნდა გავაუმჯობესოთ და შემოვიტანოთ ჩვენს ცხოვრებაში ფული, რომელიც მოგვიტანს ბედნიერებას, რომელიც შემოვა სიხარულით, არა ტანჯვით, არა წყალებით, არა ოფლისყურით, არა სიამოვნებით, მადლიანად. სად არის ეს ფინანსების ენერგია, რა უნდა ვაკეთოთ და საერთოდ ხართ თუ არა სამყაროდან მოვლენილი მილიონრად. გაქვთ თუ არა ეს ენერგიები. პარტნიორი, ყველა ოცნებობს რაღაცა იდეალი აქვს და იდეალურ პარტნიორზე და ზუსტადად როგორ მოვიზიდოთ ჩვენ ცხოვრებაში ეს იდეალური პარტნიორი. თქვენ გაიცნობით თქვენს ჩაკრალურ სისტემას, თქვენ გაიცნობით თქვენს მისიებს, თქვენს სოციალურ დამოკიდებულებებს ადამიანებთან, როგორ უნდა გააუმჯობესოთ ეს ყველაფერი. თქვენ გაიცნობით თქვენი მშობლებიდან, თქვენი საგვარეულო ეგრეგორებიდან წამოსულ ენერგიებს და კონკრეტულად თქვენ რა მისია გაქვთ, რა უნდა გააკეთოთ, რა არის ის ენერგია, რაც უნდა გამოიყენოთ პლუსში, რომ მიაღწიოთ რესურს. ამ ყველაფერს გაიცნობით და კიდევ სხვა ბევრ რამეს. ამ ყველაფრის შესწავლა მოხდება პროფესიონალურ დონემდე, ვისაც აქვს სურვილი რომ შეისწავლოს, შეიმეცნოს, ან სამოყვარულო დონეზე, თავისთვის, თავისი ოჯახისთვის, თავისი მეგობრისთვის, ან პროფესიონალურ დონეზე არ აქვს მნიშვნელობა, აუცილებლად დამიკავშირდეს. ჩემი ნომერია 591-233-507, ან მიიწეროს ასტროლოგი ჯიზე.
ლექციები წაიკითხება ონლაინ, იქნება კვირაში 1 დღე და სწავლება გასტანს 4 თვეს. იქნება როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული სამუშაოები აბსოლუტურად ყველასთან ინდივიდუალურად და აუცილებლად იქნება იმის შესაძლებლობა, რომ ნებისმიერი კითხვა ჯგუფში თუ ინდივიდუალურად დაისვას, რაც აინტერესებს ლექციის მსმენელს. მე გელოდებით ყველას დიდი სიყვარულით, გისურვებთ წარმატებას და გაზიარეთ ეს ვიდეო, იმიტომ რომ შეიძლება ძალიან ბევრისთვის ახლის დასაწყისი იყოს, ახალი პროფესია იყოს, ახალი შემოსავლის წყარო იყოს, ან უბრალოდ ცნობიერების გაღრმავების და გაზრდის წყარო იყოს მისთვის, რაც რა თქმა უნდა უპირველეს ყოვლისა მთავარია და მნიშვნელოვანია ამ სამყაროში. განვითარება, თვით შინაგანი რესურსების სწავლა, ჩაწყობა, პიროვნული ზრდა და შემეცნება სამყაროს. გეუბნებით შემდეგ ვიდეომდე, მე მათია შაი.